დღეს პარლამენტში 2013 წლის ბიუჯეტი შევა. ინფორმაცია ამის შესახებ 2 ნოემბრის მთავრობის ხდომაზე გაჟღერდა, სადაც ნოდარ ხადურმა ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. ახალ ფინანსურ დოკუმენტში უმრავლესობა რესურსების გამოძებნას გეგმავსა ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებები შესრულდეს. ბიუჯეტის გარდა კიდევ რა საკითხებზე იმშელებენ კანონმდებლობით ქუთაისიდან ჩემი კოლეგა თამარ ჩიხლაძე ჩაგვერთვება. თამარ, მოგესალმებით. დიახ, თორნიკე, როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, დღეს პარლამენტში ელოდებიან ბიუჯეტის კანონპროექტის შემოსვლას. ჩვენ წინასწარ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც 2013 წლის ბიუჯეტში იქნება. ეს გახლავს ძირითადად სოციალური თემატიკა, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, თავდაცვა და სოფლის მეურნეობა, ასევე გაორმაგდება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტი. ის დაახლოებით იქნება 25 მილიონი ლარი. წინასწარი ინფორმაციით, ხოლო მთელი 2013 წლის ბიუჯეტის ოდენობა შეადგენს 8 მილიარდ ლარზე მეტს. ჩვენ ვესაუბრეთ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს დავით ონოფრიშვილს, რომელიც ვრცელ კომენტარს უშუალოდ პროექტის გაცნობის შემდეგ შეგვპირდა, თუმცა მან თქვა, რომ წინა ბიუჯეტისაგან ეს ბიუჯეტი განსხვავებული იქნება იმით, რომ მასში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი გაუმჭვირვალე ხარჯები. რაც შეეხება სხვა გეგმებს, რაც არის დღეს ჩანიშნული პარლამენტში, 3 საათზე იგეგმება ბიუროს ხდომა, რომელშიც რამდენიმე კანონპროექტი იქნება ინიცირებული. ერთ-ერთი მათგანი ეხება რეგლამენტში ცვლილებებს, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა. ისინი ითხოვენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობას და ითხოვენ, რომ ამ კომისიის თავმჯდომარე იყოს სწორედ საპარლამენტო უმცირესობის წევრი. კიდევ მეორე თემა, რაზეც იქნება საუბარი, ეს არის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილება, უფრო სწორად, რომელიც ეხება შუალედურ არჩევნებს, რომელიც შემოდგომის ნაცვლად გაიმართება სავარაუდოდ გაზაფხულზე. კიდევ ერთი თემა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის მუშაობის განახლება. ამ კომისიას წინა ხელისუფლებაში, როგორც იცით, ხელმძღვანელობდა შოთა მალაშხია, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატურა ამ თანამდებობაზე წინასწარი ინფორმაციით იქნება გია ვოლსკი. სწორედ ამ წუთებში დაიწყო პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხდომა, სადაც ეკაბესელია ხვდება ნიგზიანის ინციდენტის მონაწილეებს. რა კომენტარები გაკეთდება ამ ხდომის შემდეგ, რას იტყვიან მხარეები და მონაწილეები უშუალოდ ამ ინციდენტის, ამას ჩვენ უკვე 3 საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ. მადლობა თამარ, კანონმდებლთა დღევანდელი გეგმები თამარ ჩიხლაძემ გაგვაცნო.